დილა მშვიდობისა, გურუებო. ბიტკოინი ახლა ხან 70,000 დოლარამდე გაიზარდა. ჩემი ღია პოზიცია დაახლოებით 2 ბიტკოინია და თითქმის 12,000 დოლარის მოგებას აჩვენებს. მინდოდა 48 ბიტკოინამდე პოზიციის შექმნა, თუმცა ეს მოგებაც შესანიშნავია. ვულოცავ ყველას გარიგებას. ბიტკოინი 70,000-მდე გადახტა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ხაზინამ გამოაცხადა უფრო დიდი ობლიგაციების ყიდვა, რაც ფულს და ლიკვიდობას აწვდის ფინანსურ ბაზრებს. მეტი ფულის შექმნამ შეიძლება გაზარდოს ინფლაცია და მხარი დაუჭიროს ბიტკოინს. შეერთებული შტატების ფედერალური ვალი მიაღწია დაახლოებით 41 ტრილიონ დოლარს, რაც დაახლოებით 1 ტრილიონი გაიზარდა 90 დღეში. ახლა ჩვენ განვიხილავთ სქემებს და დაკავშირებულ ამბებს. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. გილოცავთ გარიგებას. ახლა ბიტკოინის ტექნიკური ნაწილი. ბიტკოინი ავლენს მასიურ ყოველდღიურ მოგებას და მიაღწია 70,000-ს. ეს სქემა აღნიშნავს, თუ სად დავამატეთ ჩემი პოზიცია 17 აგვისტოს, დღევანდელ გადაადგილებამდე 3 დღით ადრე. პოზიცია დაახლოებით 62,000 დოლართან გავზარდე. ახლა კი ბიტკოინი დაახლოებით 79,200 დოლარია. 2 ბიტკოინის პოზიცია დაახლოებით 12,200 დოლარის მოგებას აჩვენებს. გილოცავთ ყველას, ვინც ამ გარიგებაში შევიდა. მე მინდოდა უფრო დიდი პოზიცია, რადგან ბოლო დაბალი მაჩვენებელი, როგორც ჩანს, ბოლო იყო. ბიტკოინი შეიძლება უკან დაიხიოს ასეთი სწრაფი ზრდის შემდეგ, მაშინ როცა გამოტოვების შიში სავარაუდოდ 70,000-მდე დაიწყება. ხალხი ზეიმობს CZ და Telegram-ის საზოგადოებაში. ბევრმა ეგ გარიგება მიიღო მოგება, ხოლო ჩეკ 5 ივნისით მაგახსნა კიდევ ერთი ბიტკოინი გრძელი და სხვა თვალთვალის მოდელებმა განაცხადეს წარმატებული BNB, Solana და Bitcoin გარიგება. AI და ადამიანებით მოვაჭრეები ძალიან გააქტიურდნენ. 165 წევრი ამჟამად ჩატშია. ბიტკოინი და მთლიანი კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, ხოლო Tesla მოიგო დაახლოებით 4%. ეს არის ფართოდ მწვანე დღე. Amazon-მა მოიპოვა დაახლოებით 2%, Apple-მა დაახლოებით 2%, BNB თითქმის 4%, Alibaba დაახლოებით 9% და რამდენიმე სხვა თვალთვალის აქტივებიც გაიზარდა. გილოცავთ ყველა მონაწილეს. CZ დიდი ზეიმია. ბევრი ადამიანი გვერდში დარჩა და საცალო ვაჭრობის მოცულობა დაბალი იყო, ამიტომ ცოტანი ელოდნენ ამ ნაბიჯს. მე მჯერა, რომ ბოლო დაბალი იყო ბოლოში, თუმცა მე ასევე მინდოდა უფრო დიდი პოზიციის აშენება. სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია მხოლოდ 2,25 ბიტკოინზეა. 3 დღის წინ ვაჩვენე დამატებები და ახლა გარიგება იმატებს. ზეიმი ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ როგორც ჩანს, ბევრმა მოვაჭრემა მაინც გამოტოვა ეს ნაბიჯი. კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრი ადამიანი გვერდით დარჩა. იმედია, ბევრი მაყურებელი შემოვიდა ჩვენთან ერთად. ახლა დაუბრუნდეთ ბიტკოინის ტექნიკურ ანალიზს, როდესაც ფასი იზრდება. თავმხრების შებრუნებული ნიმუში, რომელიც მე მივყევით, საბოლოოდ იშლება ზემოთ. ხარმა თავსა და მეორე მხმა წარმოადგინა ძლიერი სვლა პირდაპირ ყვითელი 200 დღიანი მოძრავი საშუალოსკენ. გუშინ მე ამოვიღე Take Profit, რომელიც დაიხურებოდა 65,000-მდე, რაც საშუალებას მისცემს პოზიცია გაგრძელდეს 69,000-მდე. ახლა ახალ მხარდაჭერაზე. წინა მხარდაჭერა დაახლოებით 62,000 დოლართან რჩება, ხოლო ახალი მხარდაჭერის ზონა 65,000 დოლართან ყალიბდება. ერთ-ერთი გარიგება 62,000 დოლართან გავხსენი და ამ პოზიციას კვლავ შევინარჩუნებდი. 62,000-დან მე მიზანმიმართული ვარ დაახლოებით 80,000-ზე. 65,000-თან ახლოს დაყენება შეიძლება იყოს 83,000, 65,000 ახლა მხარს უჭერს და მჭიდრო გაჩერების საშუალებას იძლევა. ერთი დაყენება რისკავს დაახლოებით 585 დოლარს 18,800-ის მოსაძებნად, დაახლოებით 22-დან 1-თან ბერკეტის გარეშე. მეორე რისკავს 300-ს ეძებოს 22,000, დაახლოებით 70-დან 1-თან. თავმხრების შებრუნებული სამიზნე შეიძლება შეფასდეს, მაგრამ მე მირჩევნია ხილული წინააღმდეგობის დონეები.
ბიტკოინი ამჟამად ამოწმებს მთავარ ყოველკვირეულ წინააღმდეგობას 70,000-თან ახლოს. თუ ეს დონე იშლება, მცირე წინააღმდეგობა რჩება 80,000-მდე. შემდეგი წინააღმდეგობა არის დაახლოებით 83,000. ყოველკვირეული სტოქასტიკა ჩნდება. კრიპტო გურუ ბოტი კვლავ წითლად ჩანს, ხოლო ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი აძლევდა ყოველკვირეულ შესყიდვას კვირის წინ. გილოცავთ ყველას, ვინც ბიტკოინი იყიდა. ცილზე ბიტკოინის საათობრივი დიაგრამა გვიჩვენებს იგივე მძლავრ ზრდას და ეთერიუმ ასევე ავიდა ზემოთ. ეთერიუმმა დაახლოებით $200 მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ჯიმ კრამერმა მთელი თავისი ბიტკოინი დაახლოებით 2 კვირის წინ, ამ ზრდამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა. ტრეიდერები Inverse Kramer ტრეკერზე ხუმრობენ, რადგან მისი პროგნოზების საწინააღმდეგოდ ვაჭრობა ძალიან კარგად მუშაობდა. ის ასევე ხუმრობდა ბიტკოინის ყიდვის შესახებ მოულოდნელ ტუმბომდე ცოტა ხნით ადრე. ბიტკოინი 66,000-დან 70,000-მდე რამდენიმე საათში გადავიდა, ხოლო მაიკლ სეილორი რეაგირებდა უკიდურესად ამაღლებულ ვადებზე. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ბიტკოინის მნიშვნელოვანი რაოდენობის შეძენას განიხილავს, რის შემდეგაც განწყობა სწრაფად გახდა პოზიტიური. ბიტკოინი კვლავ $70,000 უტევს, ხოლო მიმდინარე ფასი დაახლოებით $69,300-ია. ბიტკოინს აქვს ძლიერი იმპულსი 70,000-ის დაბრუნების მცდელობისას და ბევრი მოკლე პოზიცია ლიკვიდირებულია, რაც ამ ნაბიჯს საწვავს მატებს. უფასო Telegram და წარმატებული ვაჭრობის ბმულები ქვემოთ მოცემულია. აღწერაში არის Bybit's ბონუსი, Wix-ის $200 შეთავაზება, უფასო Telegram, Elite Traders, Clash of Clans და კრიპტოსა და აქციების მასტერკლასები. ჩემი ანგარიში დაახლოებით $122,000 მოგებაშია, ხოლო ერთმა მაყურებელმა Uberზე $15,000 გამოიმუშავა. მაყურებლები აცხადებენ, რომ კვირაში 25,000-ს გამოიმუშავებენ, 10,000-ს აქცევენ 30,000-ად და ემზადებიან $2 მილიონი სახლის შესაძენად. გილოცავთ და ბიტკოინმა 70,000-ს მიაღწია. ჩემი 2 თებერვალი ბიტკოინის პოზიცია დაიწყო 60,000-თან ახლოს. მეტი მინდოდა და შეკვეთები უფრო დაბალი დავტოვე. განმეორებითი მხარდაჭერა 58,000-ზე მეტი იყო მთავარი ქვედა სიგნალი, რადგან ბევრმა ადამიანმა დათმო. ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. გილოცავ და ხვალ გნახავ.